საბოლოოდ ქცეული მშვიდობის ხიდია. ხიდი, რომელიც მსოფლიოს 10 საუკეთესო საფეხმავლო ხიდს შორის დასახელდა და ხიდი, სადაც სხვადასხვა ქვეყნების საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივით სხვადასხვაგვარი ღონისძიებები ტარდება. ხიდს ისტორიული დატვირთვაც აქვს, იმეორებს მტკვარზე საუკუნის წინ არსებული მუხრანის ხიდის ვიზუალურ კონტურებს და ძალიან წააგავს მას. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ მშვიდობის ხიდი ორიგინალურად ერწყმის ძველ თბილისს და ტურისტების ყურადღებას მუდმივად იპყრობს. They have very special design. დიდებულია, პირველად ხედავ მსოფლიოში ასეთ ნაგებობას. ტექნიკური აგებულებით და ინჟინერული თვალსაზრისით მშვენიერია. გილოცავთ თბილისელებო ასეთ ხიდს. ძალიან მომწონს და ჯობია რომ იყოს, იმიტომ რომ ძალიან კარგია და მოხერხებულია, მით უმეტეს რომ იმ მხრიდან შეძლებენ უფრო მოხერხებულად აქეთკენ გადმოსვლას. მიუხედავად ამისა, მშვიდობის ხიდის პროექტი თავიდანვე პოლიტიზირებული აღმოჩნდა. ის თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილმა აითვალწუნა. ამის შემდეგ ეს ხიდი დღესაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირების ერთ-ერთი საგანია. თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძის განცხადებით, ეს ხიდი სრულიად უსარგებლოა. მეტიც ის საფრთხეს უქმნის მოსახლეობასა და ტურისტებს. ზედაპირული დათვალიერების შედეგად ეს იყო უკვე დასკვნა და მზადდება უფრო სწორედ. ერთ კვირაში შეიძლება ეს ან ორ კვირაში მზად იყოს. საყრდენები საჭიროებს რემონტს, შეკეთებას, გამაგრებას. საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ ხიდის რეაბილიტაცია შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის დიდი ხარჯის გაწევა არ ღირს. ეს ხიდი აბსოლუტურად შეუსაბამოა ქალაქის არქიტექტურასთან, ისევე როგორც ის მილები ცნობილი, რომელზეც 70 მილიონია დახარჯული და კიდევ ერთი ამდენია დასახარჯი, რომ ექსპლუატაციაში შევიდეს, მაგრამ როგორც ყველა სააკაშვილის მემკვიდრეობა, მაუხარი გზირის პრინციპით არის აშენებული, ის სრულიად გამოუსად ჯერ ერთი არქიტექტურად ამახინჯებს იკაურობას სრულიად. მერე მისი ექსპლუატაციაც ის არის ძალიან ენერგოვამპირული შენობა, მოდი ასე ვთქვათ, ის ზაფხულში მოითხოვს უზარმაზარ კონდიცირებას, უზარმაზარ რაოდენობის კონდიცირებას და ზამთარში გათბობას და მისი ასევე ძალიან ძვირი დაჯდება. რადიკალურად განსხვავებული შეხედულება აქვს ოპოზიციის წარმომადგენელს კობას უბელიანს, რომელიც აცხადებს, რომ მსგავსი ბრალდებები არ ახალი, უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელია მოსახლეობისთვის. ეს არის მორიგის სისულელე, რომელიც ქოცებმა უნდა გაავრცელონ იმისთვის, რომ ბოტანიკური ბაღიდან ყურადღება გადაიტანონ ამ ხიდზე. ივანიშვილის დამქაშები და ივანიშვილის სატელიტური პარტიები აკეთებენ ამას. ბოტანიკურზე აღარ იფიქროს არავინ, კაცმა მიიტაცა შუა ქალაქში ბოტანიკური ბაღი მიიტაცა და ეხა ყურადღება გადმოაქრო, ვითომ ამ ხიდს რამე პრობლემა აქვს. კობას უბელიანი თბილისის მერიას მიმართავს და მიიჩნევს, რომ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება უნდა გააკეთოს. რაც შეეხება თვითონ ამ ბრალდებას, ვითომ ეს ხიდი ინგრევა და თამაც კი შეურაცხმყოფელია საკუთარ მოსახლეობას, არც უნდა აკადრო ეგეთი რაღაცა, რომ ეს რამე თქვა, სულ ახალ გაკეთებულ ხიდზე, რომელსაც ნამდვილად არანაირი პრობლემა არ აქვს, ზუსტად ვარ დარწმუნებული ამაში. ამაზე კვალიფიციური და კომპეტენტური განცხადება წესით ნარმანიამ უნდა იკადროს და გააკეთოს, ვარ დააფრთხოს ტურისტები და ეს დაახლოებით იგივე ოპერიდან არის, აი ნაციონალები რო ბავშვებს ჭამდით და ლეხანოვი რო გიფსკარდონით გავაკეთეთ ვითომ. სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ მშვიდობის ხიდის შესახებ არანაირი დოკუმენტაცია არ არსებობს, ხოლო ხიდის თემაზე კი ექსპერტი უკვე მუშაობს. აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ არის ახლა ხიდი, მოქმედი ხიდი, რომელზეც არ აქვს არანაირი დოკუმენტაცია. და არც ის ვიცი რამდენი დაიხარჯა თან, იმიტომ რომ ყველანაირი დოკუმენტაცია განადგურებულია, ვერ იქნა ის მოპოვებული. ფონდი ლიკვიდირებულია, მოიხსენე. იტალიურ კომპანიას მოვიდა ერთი ფურცელი, სადაც წერია, რომ 12 თვე იძლევენ გარანტიას. მშვიდობის ხიდი 2009-2010 წლებში აიგო და მას შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს ის ადგილია, რომელსაც ყველაზე ხშირად სტუმრობენ თბილისში ჩამოსული ტურისტები, ხოლო საქართველოდან გამგზავრების შემდეგ ყველაზე ხშირად სწორედ ამ ხიდზე გადაღებულ ფოტოებსა თუ კადრებს აქვეყნებენ სოციალურ ქსელებსა და ვიდეო პორტალებზე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის